სწორედ მაღალმა ტექნოლოგიებმა მოგცა საშუალება, რომ შეგვექმნა ისტორიული მოვლენების ეკრანიზაცია, გულისხმობ ეგრისის დიდი ომის ნაწილი ორი. ხო, და ამ შემთხვევაში უკვე მეორე ნაწილს და ამ თემას შეეხება ახლა შენი სტუმრობას, როგორც მე ვიცი, თემუკა და ილმშვიდობისა. AI სტუმრით ხარ თუ ნამდვილი სტუმრი? ნამდვილი სტუმრი. ჯერ ეგ დრო არ მოსწონს სამარი მოვა ეგ. ესე იგი, კი, ჩვენი საინტერესო და საყვარელი ფილმის მეორე ნაწილი გამოვიდა. პირველი ნაწილზე გვინდოდა ბატონი თენგოს მოწვევა, თენგო თადუმაძე, რომელიც არის სულის ჩამდგმელი ფაქტიურად ჩვენი ფილმის ხელოვნური ინტელექტის. პირველ ნაწილზე რაღაც მიზეზების გამო არ გამოვიდა, აქედან გამომდინარე მეორე ნაწილის პრემიერის წინ გადავწყვეტეთ, რომ თენგოს აი დეტალურად და კარგად გავესაუბროთ, როგორი იყო ეს პროცესი ზოგადად ამ ტექნოლოგიაზე ჩვენს ინდუსტრიაში და მე კონკრეტულად ჩვენს ფილმში რა ხდება, როგორ არის, რამდენად ისიამოვნა, არის ისიამოვნა, გაურთულდა თუ არ გაურთულდა. გიორგი, ჩვენ დავჩქმიტოთ, რომ ნამდვილია თუ არა. თენგო ბილი ვარ, ჯერჯერობით. ჯერჯერობით ნამდვილი. პირდაპირ გადმოვა, ესე იგი პირდაპირ კითხით გადმოვა შენთან. ეხლა ოსკარები იყო რამოდენიმე დღის წინ. მაინტერესებს რომ სოფლიოში ძალიან უკვე ტრენდული გახდა და ძალიან ესე შემოვიდა. ჩვენ რომ დავიწყეთ მაშინ ესეთი არ იყო. ყოველ შემთხვევაში ეს აქტიურად მაშინ არ მიდიოდა ამაზე ლაპარაკი. AI ფილმები მოკლედ უფრო მეტად შემოვიდა ვიდრე აქამდე იყო. შენი აზრით ჩვენი AI ფილმი ეგრისის დიდი ომი, ნაწილი პირველი და ნაწილი ორი. თავის ადგილს იკავებს თუ არა სოფლიო ასპარეზზე ხელოვნური ინტელექტის ფილმების? მინდა გითხრა რომ ახლოს კი არ არის აჭარბებს კიდევაც მოლოდინებს და რომ ან ტექნიკურად რო შევხედოთ დაახლოებით ეხა რა ვიზუალის მასალაც იქნება რეალურად აშკარად იტყობა რომ შეიძლება არ გავკადნიერდები, მაგრამ აშკარად იტყობა რომ ძალიან ბევრი შრომა არის შადებული, იმიტომ რომ დღესდღეობით ვიზუალური მასალები ეხა რასაც უყურებ ბაზარზე რაც არის, რაც იქნება, შეიძლება ესე ვთქვას უმაღლესი დონისაც არის და მათთან ძალიან ახლოსაც არის და საუბრად შეგვიძლია ვთქვათ რომ ოსკარებზეც გასატანი ფილმი იყო. თენგო, ეხლა შემდეგი რა მაინტერესებს, მახსოვს მეც შენთან ერთად მუშაობდი ამ ფილმზე, აქედან გამომდინარე რაღაცეები ცოტა უფრო ისე დეტალურად ჩაგეძიები რაღაცეებში. თავიდან როდესაც დავიწყეთ ამ ფილმზე მუშაობა, ცოტა პრობლემა იყო, ეგრეთ წოდებული სიტყვა გამოწერილი temporal consistency, ანუ ვიზუალური თანმიმდევრულობა, პერსონაჟის სახე რომ მარტივად გაემეორებინა ამ ტექნოლოგიას. თავიდან ფაქტორად წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ ერთ კადრში გიორგის რო გააკეთებდი, გიორგის გავდა, მეორე კადრში უკვე გიორგის აღარ გავდა და რა თქმა უნდა ფილმისთვის ეს სერიოზული პრობლემაა. ნუ გზადაგზა ეს დაგვეწია და ბოლოს უკვე ფილმის დასრულებისთვის საკმაოდ დახვეწილი იყო და ამაზე პრობლემა არ იყო. აი, იმას სწრაფად ვითარდება ეს ტექნოლოგია, რომ კიდე რამე ეგეც ხო არ წააწყდი და კი რას ელოდები პირობითად რომ 2-3 თვეში კიდე როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს ყველაფერი. კი, აი წარმოიდგინეთ როგორი სიტუაცია. იცით რომ დაახლოებით თითქმის ყოველ კვირას თუ არა, ორ კვირაში ერთხელ სულ ახალი ტექნოლოგია შემოდის, რაღაცა რაც აქამდე თითქმის შეუძლებელი გვეგონა, უკვე ერთი კლიკით შეიძლება გახდეს შესაძლებელი და იგივე პროცესის მოსწრები ვიყავით ფილმის გაკეთების მომენტშიც, როდესაც მაგალითად განმეორებადი პერსონაჟები იყო ძალიან რთული, მას სჭირდებოდა არა მარტო ტექნიკური თვალსაზრისით ცოდნა, არამედ მატერიალური თვალსაზრისით სჭირდებოდა რაღაც კომპიუტერული სისტემები, ესე ვთქვათ, და დღესდღეობით უკვე ეგ ძირითადი პრობლემა გადაჭრილი არის, რომ ეს განმეორებითი პერსონაჟები თუნდაც ვიზუალური თვალსაზრისით უკვე მარტივად მიღწევადი არის, თითქმის სამხმარებლო დონეზე და მეორეს კუთხით კიდევ ისეთი ბევრი დეტალი არის, რომელიც ფილმის შექმნის, სერიალის შექმნის პროცესში შეუძლებელი იყო, რომ გაკეთებულიყო. დღესდღეობით ეგ ყველაფერი ვითარდება და ეს დიდი კომპანიები, რომელი კომპანიებიც თუნდაც სურათის ჯენერაციაზე ან თუნდაც ვიდეოს ჯენერაციაზე არიან ორიენტირებული, ცდილობენ რომ სწორედ ამ პრობლემებიდან გააკეთონ, ესე ვთქვათ, ამოსავალი, რაც მომხმარებელს რეალურად აქვს და თქვენ რაც ახსენეთ, ძალიან სწორედ ახსენეთ, განმეორებადი პერსონაჟები დაიწყეს ამ პრობლემის სწორედ გადაჭრით. და დღესდღეობით რა პრობლემების? კი, იმიტომ რომ დაახლოებით მართლა მინიმუმ ერთ თვეში ისეთი სიახლეები არის ბაზარზე უკვე გამოდებული, რომ ფაქტობრივად. ეხლა სადაც ტექნოლოგიაზეავლაპარაკდით, ცოტა ესეთი ისე კონკრეტული კითხვა მინდა რომ დაგისვა. რა არის შენი ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური დასტა, ანუ tech stack-ი? ანუ რა ხელოვნური ინტელექტის მოდულებს იყენებ შენ სამუშაო პროცესში?
ხეზე ასვლას ცხოვრობას. არა, ანუ სამწუხაროდ ყველას გაუზიარებდი ხეზე ასვლის რაღაცა უნიკალურ ფორმულას, მაგრამ სამწუხაროდ ეგეთი ფორმულა არ არსებობს. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, კი, დაახლოებით, ანუ რაღაცა უხეშად რომ ავიღოთ 7 ჯენერატორი არის, ვიდეო ჯენერატორი ბაზარზე 10 მაგალითად სურათის ჯენერატორი და გააჩნია შენი მოთხოვნილებიდან გამომდინარე რისი გაკეთება გსურს კონკრეტულად, რა მიზანი გაქვს და კიდევ ერთხელ გამეორდები, აი წეღანავს თქვი რომ ეს ჯენერატორები და თუნდაც ეს ვიდეო მოდელები და სურათის მოდელები ყოველ კვირას იცვლება და შენ მოთხოვნებს შეიძლება დღეს ერთი ჯენერატორი აკმაყოფილებდეს, ხვალ შეიძლება მეორე ჯენერატორი აკმაყოფილებდეს და ზუსტი ფორმულირება თითქმის შეუძლებელია. მაგალითად აი მაგალითის სახით რო ვთქვა. ჩაგეძიები, მაინც აი ერთი ყველაზე მეტად რომელი გამოიყენე Midjourney მე ძალიან მიყვარს მაგალითად სურათებში და როდესაც კოლეგებთან ესე ვთქვათ კომუნიკაცია მაქვს ხშირ შემთხვევაში ყველანი ვახსენებთ რომ მიუხედავად იმისა რომ Midjourney თავისი ხიბლი ბრჭყალებში ვთქვათ დაკარგა იმ კუთხით რომ ვერაყვა პერსონაჟის განმეორებას სტილებსაც ესე ვთქვათ შეიძლება სცენებსაც კარგად ვერ ამეორებდეს ანუ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებს როგორც არის Nano Banana Midjourney ძირითადად ვერ მიყვარს მაგრამ თან რომ ხა შენ რო ლაპარაკობ თან უნდა გავითვალისწინოთ რომ და ხალხსაც გავაგებინოთ აუცილებლად Nano Banana უფრო გამოიყენება უფრო დავეციო კი ანუ Nano Banana უფრო ვიდეო გენერაციისთვის და Midjourney უფრო ფოტოებისთვის ხო Banana ეხავი ავხსნით ანუ Midjourney-ს მაგითმა ვახსენე ზუსტად რომ ჩემი საყვარელი ესე ვთქვათ პროდუქტი რა არის ამ ეტაპზე ისევ რა შეება Midjourney იმიტომ რომ ანუ საწყისი სურათის გენერაციად ძირითად შემთხვევაში იყენებენ Midjourney-ს. ანუ თუ გნებავთ რომ ამის სურათი დააგენერიროთ, პირველი ვარიანტი, სურათის პირველი ვარიანტი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ Midjourney, იმიტომ რომ წარმოსახვის უნარი აქვს საოცრება, საოცარ ვიზუალებს გაძლევთ და მეორე შემთხვევაში საოცარი. და მეორე შემთხვევაში, ანუ ბანანა როდის შემოდის ესე ვთქვათ ასპარეზზე, როდესაც ეს სურათის მოდიფიცირება გსურთ, დეტალების ცვლილება გსურთ, თუნდაც მსახიობების კი, მოქნილი არის, კი, მაგრამ საწყისი იმიჯად სურათად Nano Banana რატო დაარქვა Google-მა? ის უფრო სერიოზულ ხელოვნურ ინტელექტს. ეს უფრო კარგი წარმოსახვის ყოფილიყო სახელი, აი მე მაგალითად დამაინტერესა თავიდანვე რომ Nano Banana რაღაცა ყურში ესე ადვილად ჩაჯდა რა. ესე იგი Nano Banana რო დაიმახსოვრ რომ არის უფრო მოქნილი და ის მეორე რაღაცა Midjourney არის უფრო წარმოსახვითი უნარის მქონე. ორივეს ერთი კლიკით გათიშვა შეიძლება ჯერჯერობით. ანუ მართვის მექანიზმებს თუ გამოვიყენებთ გავთიშვაშენია მაგალითად ტექნოლოგიებს. თენგო ესეთი კითხვა მაქვს ახლა შენთან. ჩვენ ფილმში არის ძალიან ბევრი დიალოგი. ძალიან ბევრი საკმაოდ ემოციური დიალოგი, კუბაზის მიმართვა, ელშების ერთმანეთთან საუბარი. აი შენი აზრით და ნუ დანარჩენს მაყურებელი თვითონ შეაფასებს. რამდენად შეძლო ხელოვნურმა ინტელექტმა აი ამ ემოციების და აი ამ მიმიკების გადმოცემა უკაცრავად. ანუ საკითხი რაში მდგომარეობს იცით? როდესაც ეგ თუნდაც ესე ვთქვათ დიალოგები გავაკეთეთ თითქმის შეუძლებელი იყო კონკრეტულად იმ დროის იმ მომოცემულ მომენტში რადგან დიალოგების გაკეთება საკმაოდ რთული არის. დღესდღეობითაც საკმაოდ რთული არის, მაგრამ ისევ ამ ტექნოლოგიურმა წინსვლამ განაპირობა ის, რომ ძალიან მარტივად შეიძლება რაღაც თულების, ესე ვთქვათ, კომბინაციით ქართულად, თუნდაც ემოციურ ფონზე, ემოციურად ძალიან კარგად ისაუბრონ პერსონაჟებმა. თუმცა გზადაგზა ესეც დაგვეწია. გზადაგზა დაგვეწია, კი. ძალიან რთული იყო თავიდან საწყის ეტაპზე, მაგრამ დღესდღეობით რამდენიმე თული არსებობს, რომელთა კომბინაციითაც უკვე თავისუფლად შესაძლებელი არის პერსონაჟებმა როგორც ემოცია გამოხატონ, ასევე ისაუბრონ ძალიან გამართული ქართული. ეს გახმოვანებაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ხდება? გახმოვანება ჩვენ ფილმში არა. ჩვენ ფილმში ბუნებრივი რეალური მსახიობები არის, ბატონი ზურაყიფშიძის თამადობით ასე ვთქვათ, ძალიან კარგი კასტინგი. თუმცა შესაძლებელია, შესაძლებელია. პლატფორმები უკვე არსებობს, კიდევ ისეთი პლატფორმები არსებობს, რომელშიც თავისუფლად შეგიძლიათ რომ თქვენი ხმა შეტვირთოთ, ესე ვთქვათ, მიყიდოთ ამ პლატფორმებს, თქვენ ხმას ვინც გამოიყენებს, თქვენ როიალთის სახით დაგერიცხებათ რაღაც კონკრეტული თანხა. კი, მე არ მინდა ძალიან დიდი მადლობა, ჩემ დაუკითხავად გამოიყენეს უკვე, რაც ძალიან მე ხავალალო დასრულდა მასის. თქვენი დაკითხვით გადაგიხდიან. კიდე ერთი კითხვა მაქვს.
რა თქმა უნდა, იმდენი კითხვა მაქვს, თენგო ვერ დავამთავრებთ ამას, თუმცა ნელ-ნელა გავუყურებ. რაც ხმებზე ვისაუბრეთ, ხმაზე ვისაუბრეთ და ემოციას და მიმიკის გადმოცემაზე, ასევე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ესეც ვიცი უკვე წინასწარმეტყველზე პასუხი, თუმცა მაყურებლისთვის იქნება საინტერესო. ძალიან ბევრი მასიური ბრძოლის სცენა გვაქვს ფილმში. აი, რამდენად რთული იყო ამ მასიური ბრძოლის სცენების, თუნდაც რეალიზმის შენარჩუნება და ზოგადად შექმნაც კი, იმიტომ რომ ცოტას დავასპოილერებ პასუხში, მახსოვს თავიდან პრობლემა იყო საკმაოდ, იმიტომ რომ ერთმანეთში იდღუიბებოდა კადრი და ასე შემდეგ. აი, ამის გამოსწრება რო გაგვიზია, რომ მასიური ბრძოლის სცენების გაკეთება რამდენად რთული იყო და ამ მიმართულებით თუ დაიხვეწა გინდა მიდგენი, გინდა ნანო ბანანა და გინდა ნებისმიერი სხვა. კი. ანუ ზუსტად იგივე მიდგომა იყო თითქმის ყველა მიმართულებით, ეს იქნებოდა განმეორებითი პერსონაჟები, ეს იქნებოდა სტილის გამეორება, გარემოს გამეორება თუ მასიური ბრძოლები, თითქმის ყველა მიმართულებით რაღაც კონკრეტულ ნულოვან წერტილში ვიყავით და დღესდღეობით ბევრად მარტივად შესაძლებელი არის თუნდაც მასიური სცენების ესეთო გენერაცია და გაკეთება სხვადასხვა თულების საშუალებით. აქამდე ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ თქვენ როგორც ახსენეთ, ხშირად თუნდაც დრო ირეოდა, ესე ვთქვათ, მასიურ სცენებში, როდესაც გვაქვს წარსული დრო, შეიძლება თანამედროვე პერსონაჟები გამოჩენილი იყვნენ, სხვადასხვა სტილის ადამიანები გამოჩენილი იყვნენ და საკმაოდ რთული იყო. ერთის მხრივ რთული იყო გენერაცია და მეორეს მხრივ რთული იყო ამ გენერირებული თუნდაც სურათის დეტალურად დათვალიერება, იმიტომ რომ შეშვა გამოსვლა, თითოეული დეტალი ძალიან დეტალურად უნდა დაგეთვალიერებინა, რომ შემთხვევით შემთხვევით ვერტფრენი არ ყოფილიყო სადღაც ძალიან შორს უკანა ფონზე. მე-6 საუკუნის ეგრისში. კი. ანუ რეალური ჰოლივუდის მიერ გადაღებული, ნამდვილად არაგენერირებული ფილმებშიც ემართებათ ეს ხშირად, სხვათა შორის ისტორიულ სადაც პერსონაჟს საათი უკეთია, რაღაცა იქ ბოტასის რაღაცა ნაწილი ჩანს და სატახტოთა თამაშებში დეინერის ტარგარიანს სტარბაქსის ყავა რო უდგას. აი ესეთი მომენტები ერთი კითხვა მაქვს. ჩვენს ფილმში არის ესეთი მომენტი, სადაც ქართული ცეკვა თავისი მუსიკალური თანხლებით. აი ეს თქვენ დავალება მიეცით და უშუალოდ და თვითონ გაკეთდა ეს თუ აი რაღაცა ნიმუშები მიეცით ამ თქვენ ნანო ტექნოლოგიებს? ნანო-ბანანას გაუზიარეთ. აი ზუსტად ხე ჩემს უკან მიდის აი ეს კადრები ცეკვის. მინიშნებები მივეცით და ესე ვთქვათ რეფერენსები მივეცით, როგორ უნდა გაკეთებულიყო და რაირად უნდა გაკეთებულიყო, რადგან სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჯერჯერობით საკმაოდ ეფექტური კი ქართული ცეკვა სამწუხაროდ ჯერჯერობით ისე კარგად არ იცის რაღაცებს აკეთებს, მაგრამ აქ კარგად არ იცის. ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება. მუსიკალური მასალა ფილმის მუსიკალური მასალა ბატონი პაატაგოძიაშვილი უნდა მოუწიოთ და ჩვენი სხვა ხალხი ის იყო ჩართული ასანიშვილთან ერთად მუსიკაზე მუშაობდა. მაგაზე ცალკე გადაცემა იქნება. აი ძირითადად ვიზუალური თვალსაზრისით არის გამოყენებული ამ ფილმში. გახმოვანება და ეს ყველაფერი უკვე აქეთკენ კი გუნდი ყავდა ვინც საუნდ დიზაინზე მუსიკაზე ადამიანები მონაწილეობდნენ. კი რეალური. იქაც ნამდვილი ადამიანები გიორგი აი თენგო. რა თქმა უნდა. თენგო ესეთი კითხვა მაქვს ხა წამოიჭა ზუსტად ამ ცეკვიდან გამომდინარე. საინტერესო არის. ეს გაგვიგია ყველას ალბათ თუ არ გაგიგიათ იცოდეთ რომ ხელოვნური ინტელექტის გაწვნა შეიძლება. მაგალითად Midjourney-ს მახსოვს მე რო ვიყენებდი ქონდა რომ ეს კონკრეტული ფოტოები რო გენახებინა უკეთესად რომ დაეხატა შემდგომ პორტრეტი თუნდაც და რაღაცა ციხე. მაინტერესებს ამ ფილმისთვის აი მაგალითად ცეკვის სცენისთვის დაგჭირდა თუ არა ქართული ცეკვის კადრების ჩვენება. ანუ როდესაც ციხეები აღვადგინეთ მაგალითად პეტრა აბსოლუტურად ნანგრევებიდან აღვადგინეთ ხო ფაქტობრივად პეტრა ეხა ახალგაზრდა ადამიანის წარმოსახვის როგორიც იქნება შენი დახატული არის და ჩვენი შექმნილი არის. აი დაგჭირდა თუ არა მაგალითად მისცემა ძველი ქართული ციხეების კადრების ან ქართული ცეკვის კადრების ან ასე გაწმრთვენი თუ არა ხელოვნური ინტელექტი ამ ფილმისთვის აი ესაა ჩემი კითხვა. კი, არა მარტო Midjourney-ის, არამედ ბევრი მოდელებია სურათის გენერაციის ბევრი მოდელებია და რა თქმა უნდა მათ თუ რაღაცა კონკრეტული რეფერენსი და კონკრეტული მითითება არ მიეცით, ესე ვთქვათ, ვერ აგენერირებენ სურათებს, ისეც კონკრეტულად თქვენას გჭირდებათ და თუნდაც ციხეებიდან დაწყებული ან რაღაცა კონკრეტული მომენტით დამთავრებული ამ ფილმში არის გაწვრთნის შედეგად მიღებული რაღაცა კონკრეტული კადრი და არც ერთი
ძირითად შემთხვევაში არც ერთი კადრი არ არის მოტანილი რაღაცა ჰაერიდან, ან რაღაცა ძალიან ვეცადეთ, ეხლა შენც კარგად იცი, რომ ძალიან ვეცადეთ, რომ ისტორიულ გარემოსთან ძალიან ახლოს ყოფილიყო ეს ყველაფერი და ისტორიული რეფერენსები, ესე ვთქვათ, გამოგვეყენებინა, თუნდაც ციხის ნაწილში ყოფილიყო, თუნდაც პერსონაჟების ნაწილში ყოფილიყო, თუნდაც ცეკვის ნაწილში ყოფილიყო. და მახსოვს კიდევაც, რომ ციხეების ნაწილშიც ძალიან დეტალურად ჩავედით, სიღრმეებში ჩავედით და გაწვრთნაზე და ეს მოდიფიკაციაზე ძალიან ხშირად მუშაობდით. ამიტომაც, ანუ სიმართლე გითხრათ, არ არის ისეთი მარტივი, რომ როგორიც შეიძლება შორიდან ჩანდეს, თუ რაღაცა კონკრეტული დავალება გაქვს, ან თუნდაც კონკრეტულად სურს რაღაც დეტალურად გააკეთო რაღაცა მიმართულებით ვიდეო. როგორც ყველა საქმეში ერთი შეხედვით გონია, რომ მარტივია რაღაცას ჩაწერდა და ის ფოტოს გაგიკეთებს, თუმცა თენგო ყველაზე კარგად მოყვება ამას, რომ ბევრად რთული პროცესია. ფილმზე მუშაობის ეს პირველი გამოცდილებაა? ფილმზე მუშაობის პირველი გამოცდილება, ესეთ მასშტაბური ფილმზე მუშაობის პირველი გამოცდილება არის. თენგოსთვის კი არა, ზოგადად ეს ამის გამოცდილება მსოფლიოში ცოტა ადამიანს არ ტრაბახობ აბსოლუტურად. სრულმეტრაჟიან ორნაწილიან დოკუმენტურ ფილმზე, სადაც ამდენი გადაფარო ხელოვნური ინტელექტით არის გაკეთებული, ცოტა ადამიანს არ ქნავს. ნამდვილად საამაყოა, რომ და აი ამდენი შრომის შემდეგ. და ამ დავუშვათ შრომის ნაყოფის შემდეგაც. თუ არის რამე ისეთი, რაზეც მოგიწიათ კომპრომისზე წასვლა და აი დავუშვათ ვერ გააკეთებიათ აი ხელოვნური ინტელექტს, აი ეს ყველაფერი ისე ყარი იქ რაღაცა ადგილები, სადაც ალბათ მარტო ხელოვნური ინტელექტი არა და ადამიანის ჩართულობა იყო. აი რა იყო აი ესეთი ყველაზე დიდი სირთულე, ესე ვთქვათ, რაც პირველად გართვა, რასაც ვერ გართვა თავი ხელოვნურმა ინტელექტმა. პირველად ეხა რაც მე თავში, ესე ვთქვათ, მახსენდება, არის ბრძოლის სცენები, ძალადობრივ სცენებთან მიმართებაში ფილმს ვიღებდით ომზე, ესე ვთქვათ, და შეუძლებელი არის თითქმის, რომ რაღაცა ძალადობრივი, ესე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტს გააკეთებინოთ და ესეც მგონია პირველ რიგში, ესეც მგონია, რომ იმ შეზღუდვების, საკანონმდებლო შეზღუდვების საფუძველზე არ შეიძლება არა რაღაც კონკრეტული მიმართულების გაკეთება და არა იმის ფონზე, რომ ხელოვნური ინტელექტს რაღაცა არ შეუძლია, რაღაცის დაგენერება არ შეუძლია. ფილტრი ადევს პირდაპირ თითქმის ყველა ჯენერატორზე, ესე ვთქვათ, სურათი იქნება თუ ვიდეო იქნება და ძალადობას ან რაიმე ისეთ სახით მიმართა. ზოგადად მშობელი ამერიკული კომპანიები ამას ზღუდავენ, რა თქმა უნდა, სისხლს და ასე შემდეგ. დიდი მადლობა, თენგო, ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა და დაველოდოთ 22 მარტს ფილმის პრემიერას. მე მგონი ფილმზე არ უმუშავია იმდენი, რამდენიც აქ გავწურეთ ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. წარმატებები ეგრისის დიდ ომს და წინ კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო. 22 მარტს არის, იმედი მაქვს, არ შემშლია ახლა თარიღი ამ წამს ეთერში. 22 მარტს საღამოს ეთერში იქნება ალბათ ეს ყველა. 22 მარტს.